ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებ არსებულ პროგნოზებს პარლამენტის თავმჯდომარეს ეხმაურება შალვა პაპუაშვილს ნეგატიური მოლოდინი არ აქვს. იმედის ეთერში მან მსოფლიო პოლიტიკაში ამერიკის დომინანტ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკა დიდი ხნის განმავლობაში ევროპის პოლიტიკის განმსაზღვრელი იყო. მას შემდეგ კი რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა, ევროპასა და ამერიკას შორის გარკვეული დისტანცირება მოხდა და ევროკავშირის ბიუროკრატია ამ დროისთვის დაბნეულია. დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პოლიტიკაში და ევროპის პოლიტიკის გამსაზღვრელი იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის შეერთებული შტატები სახავდა ყველა ვექტორს, რომელსაც ევროპა, ევროკავშირი როგორც მთლიანი და მისი ბევრი წევრი მიყვებოდა. მათ შორის ომთან დაკავშირებითაც ამერიკა იყო ვექტორის გამსაზღვრელი, აყოლილი იყო ამას ევროკავშირის და მისი დიდი ნაწილი. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ამერიკაში ეს ვექტორი შეიცვალა, მათ შორის გარკვეული დისტანცირება და დაბნეულია ახლა ევროკავშირის ბიუროკრატია. რაც შეეხება უზომიოსის საკითხს, რა თქმა უნდა, არანაირი მოლოდინი იმ მხრივ საქართველოსთან დაკავშირებით ამ ნეგატიური გადაწყვეტილება ექნება არ მაქვს, მაგრამ ეს ძალიან სწორი აქცენტია იმ მხრივ, რომ უყურეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას. და თქვენ გონიათ ახლა ეს იმისთვის კი არ არის რომ რაღაც ინსტრუმენტები ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის. როგორც ჩანს დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს რომ კონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნების ზე გავლენის მოხდენისა. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა საშუალოდ არის 1% და საქართველოში 10%. ეს იმიტომ არის რომ ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურად სწორად და სხვებს რომ 1%-იანი აქვს და უნდათ რომ ზრდა გქონდეთ, თუ ვიზები ჩაკეტეს, არავინ არ შეუშვეს ტურისტი და ფული არ ხარჯა იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნება.